ბაქოში აქტიურდება რიტორიკა ეგრეთ წოდებული დასავლეთ აზერბაიჯანის, ანუ აზერბაიჯანელების სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ. Ამ თემაზე ბაქოში ხელისუფლების დაფინანსებით კონფერენციაც გაიმართა, სადაც აღნიშნა, რომ მათი დაბრუნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხია. აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს დირექტორის აიგუნ ალიევას განცხადებით, ოფიციალურმა ბაქომ მხოლოდ წელს ამ თემაზე რეკორდული რაოდენობების 51 პროექტი დააფინანსა და 2026 წელს ეს მიმართულება საგრანტო კონკურსების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. თემას კვლავ გამოეხმაურა პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელები სომხეთში უნდა დაბრუნდნენ, თუმცა დასძინა, რომ ეს არ უნდა აშინებდეს სომეხ ხალხს და სახელმწიფოს. ალიევმა გაიმეორა თავისი ადრინდელი ფრაზა, რომ დაბრუნება არა ტანკებით, არამედ მანქანებით უნდა მოხდეს, თუმცა ამჯერად მან აზერბაიჯანელ მეცნიერებასა და სახელმწიფო სტრუქტურებს ამ მიზნის მისაღწევად მუშაობისაკენ მოუწოდა. ალიევის მტკიცებით, მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსული საიმპერატორო რუკები ნათლად აჩვენებს, რომ დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე თითქმის ყველა ტოპონიმი აზერბაიჯანული წარმოშობისაა. სევანის ტბა არ არსებობს, არსებობს გოიჩა. განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ სომხები რეგიონში ირანიდან და აღმოსავლეთ ანატოლიიდან რუსების მიერ არიან ჩასახლებულები ეთნიკური შემადგენლობის შესასვლელად. საპირისპირო შეფასებები კეთდება ერევანში. სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი ალიევის განცხადებებს შიდა აუდიტორიისთვის განკუთვნილ დისკურსად აფასებს და ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი მშვიდობიან დაბრუნებაზე საუბრობს. თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა კი განაცხადა, რომ 8 აგვისტოს შემდეგ ბაქოს რიტორიკა შერბილებულია და საზღვარზე არსებული ვითარება ადასტურებს, რომ ფაქტობრივი მშვიდობა რეალობაა. ამ ფონზე ბაქომ მიმდინარე კვირას 44 დღიან ომში გამარჯვებულების აღსანიშნავად მასშტაბურ აღლუმს გეგმავს, რომელსაც აზერბაიჯანული მედიის ცნობით თურქეთისა და პაკისტანის ლიდერებიც დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ აზერბაიჯანის თემი აქტიურობს საერთაშორისო ასპარეზზეც. ცოტა ხნის წინ მათ ბრიუსელში გამართეს კონფერენცია, სადაც სომხეთის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და მილიარდობით დოლარის ზიანების მიყენებაში დაადანაშაულეს. თემის ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ სომხეთს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ უპირობოდ მიიღოს აზერბაიჯანის ყველა პირობა ბოდიში მოიხადოს და კომპენსაცია გაიხადოს. ოფიციალური ერევანი კატეგორიულად უარყოფს დასავლეთ აზერბაიჯანის არსებობას სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე და ამ საკითხზე ნებისმიერ დისკუსიას გამორიცხავს. რა თქმა უნდა, ეს ცუდად აისახება სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე და სამშვიდობო პროცესზეც. აღნიშნული შესახებ ქართველმა ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ ძალიან საინტერესო შეფასება გააკეთა. კონტრასტი. გუშინ ფაშინიანი გამოვიდა სომხეთის პარლამენტში და წარმოუდგენლად თამამი განცხადება გააკეთა. რომ კგბ გვიდებდა თავში თურქები და აზარები, რომ ჩვენი მტრები არიანო, იმათაც იგივე სუდებდა თავში. და ეს უნდა დავამთავროთო. დღეს ალიევი გამოვიდა აზერბაიჯანის პარლამენტში და სომხეთი ჩვენი ისტორიული ტერიტორიაა. ჩვენი უნდა დავბრუნდეთო. მანქანებით უნდა დავბრუნდეთ, ჩავსახლდეთ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ არ დავიპყრობთო. იქვე დაამატა, რომ არავითარი სევანის ტბა არ არსებობს. ეს არის გოგჩის ტბაო. გოგჩა სევანის თურქულენოვანი სახელწოდებაა. მანქანებით უნდა დავბრუნდეთ და ჩავსახლდეთო. თან გვენდეთ, რომ არაფერს წაგართმევთო, ამბობს კაცი, ვინც 5 წელია სახმელეთო საზღვარი დაკეტა და დღემდე COVID პანდემიის საბაბით არ აღებს, რათა რუსეთ-უკრაინის ომს გამოქცეული რუსები არ ჩაუსახლდნენ აზერბაიჯანში. თან ჩავსახლდებითო, თან ჩვენი ისტორიული ტერიტორია არისო. იქვე აზერბაიჯანელ მეცნიერებს ამ ისტორიულობის სამეცნიერო გამყარება დაავალა. ფაშინიანის ძალიან გაბედული გამოსვლის პასუხად ასეთი სიტყვის თქმა არის უტაქტობა, პოლიტიკური უაზრობა და ობსტრუქტივიზმი. ფაშინიანი მესი ოპონენტების წინაშე იდიოტის როლში გამოჩნდა, რომელიც სომხეთს იმ კაცს აბარებს, ვისაც სომხეთის მთლიანად წაღება უნდა. თუ ადამიანს მშვიდობა და გზების გახსნა უნდა სომხეთთან, ის ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. ყარაბაღი შეაერთა, ტრამპთან დალაგდა, თუმცა აზერბაიჯანის გამოთქმა ვერ ასწავლა. პუტინს ბოდიშები ახდევინა და ეთყობა თავში აუვარდა. მისი ასეთი ამბიციები და მადები საქართველოსთვისაც საშიშია და მთელი რეგიონისთვის. რა უნდა ქნას სომხეთმა? ამ განცხადების მიუხედავად მიაწვეს მშვიდობას, რადგან მისთვის მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს.
ამავე დროს განაგრძო შეიარაღება და საცხოვრებლად არც ერთი აზერბაიჯანელი არ დაუშვა სომხეთის ტერიტორიაზე, მანამ სანამ აზერბაიჯანში ასეთი რეჟიმია მმართველობაში. თან ჩავსახლდებითო, თან ჩვენი ისტორიული ტერიტორია არისო.